მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც უყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. ამ წუთებში მარეგულებელ კომისიაში მიმდინარეობს ტელევიზიების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა, იცით რომ ქართულ მოვსება უჩივლა რამდენიმე ტელევიზიას, მაგალითად ფორმულას, TV1-ს, მათ შორის მთავარ არხს მიუხედავად იმისა, რომ აღარ მოუწყებლობს და მათ დაჯანმებას ითხოვს ახალი კანონის მიხედვით, რადგან როგორც ისინი ამტკიცებენ, მათ ვერ გამიჯნეს ფაქტი და კომენტარი ერთმანეთისგან და ეძახიან ისინი როგორც რეჟიმს, ამ ხელისუფლებას და ასე შემდეგ. ამ თემის განხილვა მიმდინარეობს, როგორც გითხარით ამ წუთებში მარეგულებელ კომისიაში, სადაც ხტომა იმართება და ყოველ შემთხვევაში დღის წესრიგში ეს საკითხი ზის და დღეს უნდა იყოს წესით გადაწყვეტილება. დღესთან დაკავშირებით სწორედ შუადღის მედიის მხარდასაჭერი მარში გაიმართა ავლაბრის მეტროდან მარეგულებელ კომისიის მიმართულებით აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება ებრძვის თავისუფალ სიტყვას, დამოუკიდებელ მედიას და გამოხატვის თავისუფლებას. აქციაში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები, ასევე საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებულთა ოჯახის წევრები და ახლობლები. რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტად, სადაც არის აქცენტი მათ შორის მედიაზეც გაკეთებული. ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით მედიის თავისუფლება საქართველოში განსაკუთრებით მზიამაღლობელი საქმე, ასე ქვია პირდაპირ ამ რეზოლუციას მიიღო ეს რეზოლუციას მხარი 324-მა ევროპარლამენტმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგი წავიდა, ხოლო 27-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის თანახმად ევროპარლამენტი მოითხოვს მზიამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლის სამართლებრივ დევნას. მკაცრად გმობს ქართული ოცნების რეჟიმის სისტემურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. გამოხატავს ხმას შეშფოთებას საქართველოში ჟურნალისტების თვითნებური დაკავების შეუწყებისა და მათ ძალადობის გამო, მათ შორის ცილისწამების კამპანიის გამო და კიდევ ბევრი საკმაოდ გრძელია რეზოლუცია, ხო ბოლომდე არ ჩავიკითხავ. უბრალოდ რეზოლუციას ბოლოს დაემატა ერთი პუნქტი არასამთავრობოებთან დაკავშირებით, გამოთქვამს შეშფოთებას არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმების ბოლო ტალღის გამო, როდესაც ზოგიერთი სამთავრობო უწყება, როგორც ანტიკორუფციული ბიურო, ბოლო წელიწადნახევრის დეტალურ ფინანსურ, იურიდიულ და ოპერატიულ ინფორმაციას სამუშაო დღის ვადაში ითხოვს. ხაზს უსვამს, რომ ეს მოთხოვნა თავისთავად შეუძლებელია და სამიზნე ორგანიზაციების მუშაობისა და მათი საქმიანობის შეჩერების რისკს ქმნის. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელეს, რომლის მთავარი გზავნილი არის ასეთი: გმობთ რუსული კანონების ამოქმედებას, ჩვენ არ ცხოვრობთ და არ ვიცხოვრებთ რუსული წესებითო, ამბობთ არასამთავრობო სექტორი და როგორც იცით, ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნის შესრულებას ისინი არ აპირებენ. დღეს ჩვენ მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე და ზოგადად დემოკრატიის მდგომარეობაზე ვისაუბრებთ ქვეყანაში. მამუკან დღოვალაძე, მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე და გიორგი დავითური, AIDF-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი იქნებიან ჩვენი სტუმრები. მივესალმები მათ, გამარჯობათ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. როგორც თქვით, ახლა მიმდინარეობს განხილვა, არ ვიცი, გაგვეწევა თუ არა, რაიმე გადაწყვეტილება გადაცემის განმავლობაში, მაგრამ არ ვიცი, რა მოლოდინი გაქვთ თქვენგან დავიწყო. მოლოდინი სავარაუდოდ მაქვს იმისა, რომ უფრო მეტად იქნება ნეგატიური გადაწყვეტილება მაუწყებლობისთვის, ქართული ოცნების სასარგებლო გადაწყვეტილება და მაქვს მოლოდინი, რომ გაფრთხილება ამ რა კი ეს ეგრეთ წოდებულად პირველი არის, რა კი იმავდროულად ერთი სამართლებრივი პრობლემაც არის, რომ სანქციის დაკისრება იმ ვადაში შეტანილ იმ ვადაში არსებულ შესაძლო დარღვევებზე, რომელზეც ქართული ოცნება ჩივის, სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით სამართლებრივი უხერხულობა არსებობს. და ამ სამართლებრივ უხერხულობას როგორ გაუმკლავდებიან ცალკე საკითხია, მაგრამ ველოდები, რომ ყველაზე უარეს შემთხვევაში ეს იქნება სიტყვიერი გაფრთხილება. უბრალოდ კანონის მიხედვით სიტყვიერი გაფრთხილება აღსრულებისგან უნდა გათავისუფლდეს და ეს როგორ ეს სამართლებრივი პრობლემა როგორ გადაწყდება, არ ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი მოლოდინი არ არის ძალიან დიდი ჯარიმა ან ბუნებრივი ავტორიზაცია. თუმცა რომ გაამართლებენ ტელევიზიებს, ალბათ ამის მოლოდინიც არ არის ამ მიმართულებით. ზოგადად როგორ შეაფასებ ამ უკან ვითარებას, რაც ხდება ახლა მედიასთან დაკავშირებით? მოგესალმებით, მერაბ, მივესალმებით თქვენს მსმენელს და მაყურებლებს. ორი სიტყვით მეც გამოვეხმაურები.
რეალურად თქვენაც ჩამოთვალეთ პრობლემების ის მარშთან დაკავშირებით სოლიდარობა მედიის მიმართ ეს უსამართლო კანონმდებლობა და ასე შემდეგ არასამართლიანი მიუხედავად აი ამ დრაკონული კანონმდებლობისა კომუნიკაციური კომისიას არ აქვს სხვა ალტერნატივა გარდა იმ გადაწყვეტილებისა რომ მედიას მისცენ საშუალება გააგრძელონ თავიანთი ფუნქციონირება და არ მიიღონ ესეთი გადაწყვეტილება იმიტომ რომ არის ვთქვათ შანსი მართვის ინდივიდუალურად სუდი კანონის არასამართლიანი კანონის აღსრულება არ არის ეს კანონი ქმედება და თვითონ კომისიის თავმჯდომარეც არის სანქცირებული უკრაინის ლიტვის მიერ პლუს ევროპის რეზოლუციაში და მეგობის აქტში არის მოხსენებული რომ უნდა დასანქციოს. რაც შეეხება ახლა რომ დაუბრუნდეთ თავარ კითხვას მედია გარემოსთან დაკავშირებით რეალურად არის ურთული ეს მდგომარეობა ეს შეეხება პირდაპირ მარტო დამოუკიდებელ მედიას დანარჩენი რაც არის ეს არის პროპაგანდა რომელიც აქტიურად ოცნების კონტროლის ქვეშ არდექსო დამოუკიდებლობით ავრცელებს ინფორმაციას და რეალურად საქართველოში გაქვს გარემო, როდესაც დამოუკიდებელი მედია ფიზიკური და ჯანმრთელობის საფრთხის რისკების ფონზე ახორციელებს მოვალეობას და ეს დანარჩენი მედია ჭყალებში მედია პროპაგანდას ეწევა. იმიტომ რომ წინააღმდეგობა არის, როგორც თქვა აქტივისტების იქნება, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების, იმიტომ რომ არ ხდება ჩვენს მიერ აღიარება ამ ავტორიტარიზმის, ესენი მაქსიმალურად ცდილობენ მუხლუჭების ჭანჭაკების მოჭერას და რასაც ხედავთ, ხო, ყველანაირი მიმართულებით არის საკანონმდებლო მანშვილის პარლამენტის მხრიდან, მისი უწყებების მხრიდან, ყველაფრიდან არის შეტევა. ეს არა მარტო ჩვენი შეფასება, ნახეთ, რაზეც საუბრობდით დღეს მორიგი რეზოლუცია, სიამაღლობელის მიმართ მორიგი სოლიდარობა და მორიგი საერთაშორისო დონეზე აღიარება, რომ ის არის სინდისის პატიმარი ქალი ჟურნალისტი და ასევე სხვა ადამიანები და ჟურნალისტებს ფორმალურად არც ერთი გამოძიება არ ჩატარებული 24 საათიანი დეზინფორმაცია. საბოლოო ჯამში ეს არა მარტო თქვენი უშუალოდ როგორც დამოუკიდებელი მედიის უფლებების დარღვევასთან გვაქვს ადგილი, ეს საბოლოო მიზანი არის რომ თქვენს მიერ გაწეული მომსახურება ყოველდღიურ რეჟიმში საზოგადოების ინფორმირება მისთვის რაც არის მნიშვნელოვანი, ეს იქნება დემოკრატიული კუთხით, სოციალური თემები, შრომითი უფლებები, პოლიტიკური საკითხები, არ აქვს მნიშვნელობა, რაც არის აქტუალური საკითხი, რომ საზოგადოება არ იყოს ინფორმირებული. ანუ ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე 0 და პლუს ამას ის თქვა გადაწყვეტილება როგორ მიიღება, მათი თქვა გადასახადები როგორ იხარჯება, რა არის მომავალი, რა არის გამოწვევები 0. რაც ახასიათებს ყველა ავტორიტარულ რეჟიმს, რომ საზოგადოებასთან კავშირი უნდა ჰქონდეს 0. უბრალოდ უნდა იყოს დიქტატი მისი. ხო, თუმცა ამაზე შეიძლება ჰქონდეს პასუხი, ხო, ქართულოცნის მომხრეებს, რომ რა გინდა თქვა არსებობს ტელევიზიები, ოპოზიციური ტელევიზიები, მაუწყებლობენ და შესაბამისად, რატო საუბრობთ მედიის შეზღუდვაზე, ახლა რასაც უნდა იმას ამბობენ და ასე შემდეგ. მოდი ამ ადამიანებს ვაუხსნათ, რატო საუბრობთ დღეს მედიის შეზღუდვაზე. ეს არის პირველი ნაბიჯები და მათ აქვს სრული საკანონმდებლო შესაძლებლობა ფორმალისტური თვალსაზრისით, რომ ნებისმიერ სხვა ოპოზიციურ მედია საშუალებას, ანუ პარტიულ კონტროლს მიღმა არსებულ ნებისმიერ მედია საშუალებას მაუწყებლის სტატუსის მქონეს მიადგნენ ნებისმიერ დროს. ანუ რომ წარმოვიდგინოთ ძალიან რაღაცა უხეში პარალელით, აბსოლუტურად ყველა მედია საშუალება შეიძლება მოარგონ რაღაცა გარკვეული ნორმა, რომლის დარღვევაშიც მოედავებიან და ამ შემთხვევაში ეს მედია საშუალება იქნება უკვე დამოკიდებული კომუნიკაციების კომისიის და სასამართლოს კეთილსინდისიერებაზე, რომ გაუწევს სათანადო პოლიტიკურ მედეგობას და არ გაყვება, ქართული ოცნების ამ შემთხვევაში ქართული ოცნების პოლიტიკურ სურვილებს და ქართული ოცნება რომ ზოგადად ჩავხსნათ საკითხს, უფრო მეტად ნეიტრალურმა ადამიანმა რომ კარგად გაიგოს, ვინც არ უნდა იყოს მართველი პარტია, როდესაც მას შეუძლია სიტყვის თქმის გამო, რომ იცი რა მე შენი სიტყვა ის ფაქტი იყო, შენი სიტყვა არ იყო ობიექტური და მსგავსი შეფასებითი ტერმინების საფუძველზე, როდესაც საშუალება მიეცემა, რომ სანქციები დაუწესოს ტელევიზიას, არასდროს კარგად არ სრულდება ეს საზოგადოებისთვის, ამ საზოგადოების წესებისთვის და ცხოვრებისთვის ზოგადად და თავისუფლებისთვის. აქ საინტერესო არის ის, რომ
ამ რაღაც წესები რაც დაადგინეს, ამ წესების დარღვევით მუშაობს მთლიანად სახელმწიფო მედია. ხო? ნუ ეს წესები თუ ყველაზე ვრცელდება, მაშინ მარტო ოპოზიციური მედიაზე არ უნდა ვრცელდება. და იმედროულად ყობახიძემ ამაზე თქვა, რომ უჩივლათო თქვენო, იმედს მე ხوار უჩივლებო და ფიქრობ თუ არა რომ ოპოზიციურ პარტიას თუ უჩივლონ, იმიტომ რომ ხა რასაც ავედავებიან ოპოზიციურ ტელევიზიებს და კრიტიკულ მედიას და დამოუკიდებელ მედიას იმაზე უარესს აკეთებს იმ მიმართულებით. ხო, ეხლა შეფასებები თუ არის, ეხლა ხან რადიკალურ ოპოზიციას და ხან გადამტრიალებლებს და რაც არ ეძახიან, ხო, ოპოზიციას და თუ ეს იკრძალება შეფასებების წარმოჩენა როგორც ფაქტად, მაშინ შეიძლება იყოს კარგი გამოსავალი, რომ უჩივლონ ოპოზიციურ პარტიებად იმედს ან რუსთავი ორს და ასე შემდეგ. აი, რუსთავი ორზე მაგალითად ნინო შუბლაძის გადაცემაში გამოვიდა პრემიერ-მინისტრი, პირდაპირ ტყუილი დააბრალა მზიან ამაღლობელს. რავი, დღისით განაცხადა, რომ მზიან ამაღლობელმა თავის რაღაც ემოციური ნიადაგზე კი არ მოუქნია ხელი პოლიციელს. არამედ ეს წინასწარ ჰქონდა დავალება მიღებული საღაციდან და როგორც აგენტი ისე მოქმედებდა და სპეციალურად წავიდა და ხელი დაარტყა. ნუ ასეთ რაღაცა მას მერე ჩვენ ყველა კოლეგები, რა ვიცი, მზიან ამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ რომ დაგვითვეთ ეთერი, რომ პასუხი გავცეთ და ეს ეთერი არ არის. შესაბამისად ეს ხო არის პირდაპირ ამ კანონის დარღვევა, სადაც წერია რომ ბალანსი უნდა იყოს დაცული და ასე შემდეგ. მაგრამ არავინ არ რჩივის სახელმწიფო მედიის წინააღმდეგ. რაღაც პოზიცია არის ასეთი, რომ უჩივლო თუ ამ კანონის აღიარება გამოგვიაოდ ახლა. თუ ამ კანონს არ აღიარებ, მაშინ რატო ვემორჩილებით, ხო? ერთი მხრივ ჩვენ ვემორჩილებით და ვაძლევთ საშუალებას, რომ სამთავრობო არხები არ დაემორჩილონ. თქვენი პოზიცია მაინტერესებს ორივესი, უნდა უჩივლონ. ოპოზიციურ არხება იგივე მზიან ამაღლობელის ადვოკატმა რეგულარულ კომისიაში თუ არა? მე ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ, რომ საჩივარი შევიდეს. ალბათ უფრო პირიქით, თან აქ უნდა გავითვალისწინოს დღისთვის უჩივით, კიდევ ერთხელ იქ არის ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის დარღვევა. კიდევ ერთხელ მე ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ, ეს ალბათ უნდა იყოს უფრო მათი გადასაწყვეტი. რომ ახლა საბოლოო ჯამში ეს რეგულარული კომისია იქნებ ობიექტურობას იცავს, და დააჯარიმოს. უბრალოდ აქ დააჯარიმო იმედი რუსეთის. რამდენი საკითხი არის გასათვალისწინებელი ამ ნაწილში, რისკების შეფასებიდან არის რაღაცები, მაგრამ მე ვერაფერ სერიოზულს ვერ ხედავ, რის საფრთხის წინაშეც კრიტიკული მაუწყებლები ისედაც არ დგანან. და მთლიანობაში ხო შეუძლიათ შეარჩიონ ჩივილი, რასაც ქვია და შეიტანა საჩივრები. შესაბამის ამ შემთხვევაში ჟურნალისტები უჩივლონ არის ადვოკატის უჩივლებს არიან პარტიები რომელთაც პარტიები ალბათ ყველაზე მეტი ის არის. იქ წერია რომ აუცილებლად უნდა კონდეს მეორე მხარეს პასუხის გაცემის უფლება უნდა არ უნდა იყოს პარტიების მიმართ რაღაც მათი გაშავების კამპანია და ასე შემდეგ და იმედი ამ ყველაფერს არ ღვევს. არც მეორე ოპოზიციურ პარტიებს იწვევს ეთერში. და მთელი მათი რა ქვია გადაცემები გაშავებაზე არის აგებული. ხო, მამუკა შენ რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად ნებისმიერი ადამიანის გადაწყვეტილება და ვერანაირად და არანაირად არ დაუპირისპირდებით, ხო, თუ ადამიანი ფიქრობს, მისი გადაწყვეტილება შეიტანს საჩივარს თუ არა, შეიტანს არჩევს თუ არა, ეს მისი გადაწყვეტილება. უბრალოდ ეს მოცემულობა როცა გაქვს ქვეყანაში არ არსებობს ჩვენ და სახელმწიფო ინსტიტუტი. ანუ ადამიანები, ვინც საჯაროდ საუბრობდნენ, რომ უნდა დავიცვათ კონსტიტუციის 78 მუხლი კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა ახალგაზრდებზე, სინდისის პარტნიორებზე, ხო, აქტიურად აშუქებდით თქვენ და აგრძელებთ გაშუქებას მათ შორის რა ხდება სასამართლო პროცესებზე. ეს კომუნიკაციის ეროვნული კომისია არის, რომელიც თავმჯდომარეობრივ არის სანქცირებული. როგორც გითხარით და წინა საარჩევნო პერიოდში შეგახსენებთ იგივე თქვათ სადაო საარჩევნო რეკლამების როგორც ცდილობდა თქვათ იძულებას დაშინების სანქციების გამოყენების მუქარით რომ დამოუკიდებელ მედიებს, ტელევიზიებს გაიშუქებინა. რაც შეეხება თქვათ ზოგადად კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს ჩვენ თავის დროზე რამდენიმე ათეული წლის წინ რაღაც ასეთი სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო მიღებული. შეიძლება თქვათ მართალია საზოგადოება არ იყო მაშინ აქტიურად ჩართული ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაგრამ ბენეფიციარი გახდა, მე გულისხმობ კანონმდებლობას, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას შეეხება და მაქსიმალურად დაცული სტანდარტი გამოხატვის თავისუფლებისა, იმიტომ რომ ზუსტად იგივე სიძულვის ენის ჯერ კიდევ 2019 იქნებოდა თუ მომდევნო წლებში საუბარი რეგულირების საკითხი პრობლემური არა იმიტომ გვეჩვენებოდა რომ სიძულვის ენის საკითხი არ არის პრობლემა საქართველოში, არამედ მარეგულირებისთვის დამატებითი ბერკეტის მიცემა შეიძლება ეს ბოროტად იყოს გამოყენებული.
და როდესაც მაშინ ჯერ კიდევ გარდამავალი დემოკრატია, მოწყვლადი დემოკრატია ვიყავით, დღეს ვართ ავტორიტარიზმში და შეიძლება უბრალოდ ჩვენი კამათი საგანი იყოს რა ეტაპზე ხარ ავტორიტარიზმში და დიქტატურაში როდის გადადიხარ. ამიტომ ამ ვითარებაში იქამდეც და ასე საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება უნდა მოხდეს გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ და მინიმალურად უნდა იყოს დაშვებული, რასაც მაგალითად გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი ითვალისწინებდა და ითვალისწინებს როდესაც ეს ქაღალდზეც აღარა გვაქვს კანონმდებლობა, ერთ-ერთი ჩამორჩენილი კანონმდებლობა გვაქვს სოფლიოში, მინიმალურ დონეზე ითვალისწინებდეს ჩარევას ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ რაც არ უნდა კარგი მოტივით ხდებოდეს ჩარევა შინაარსში, ყოველთვის ყველა ქვეყანაში აჩვენა ამან, რომ საბოლოო ჯამში ეს იმაზე უფრო მძიმე შედეგს მოიტანს, ვიდრე თქვათ ობიექტური ჯანსაღი დისკუსიის დროს არ გინდოდა ყოფილიყო. მით უმეტეს ესეთი მოწყვლადი რაც შეეხება ხა არასამთავრობოების თემას რო გადავიდან, ის რასაც ითხოვს რაჟენ გუპრაშვილი და რასთან დაკავშირებით არის პროტესტი. ხო გუშინაც ვისაუბრეთ ამ თემაზე ნაწილობრივ, გიორგი შენი პოზიცია აინტერესებს, ანუ კანონში ჩაიწერა, რომ ყველანაირი ინფორმაციის გამოთხოვის უფლება აქვს. მაგრამ ნუ რაჟენ გურაშვილი ამბობს, რომ მე არ მომითხოვია რაღაც პირადი ინფორმაციები და ასე შემდეგ და უბრალოდ ერთ-ერთი რასაც ვითხოვთ, არის რომ გამჭვირვალობა იყოს. და ნუ ქართული ოცნების მომხრეები სულ ამას იმეორებენ, რომ რატო არ გინდათ გამჭვირვალობა, აგერ ეხლა მიაწოდეთ, თუ არაფერში დასამალი არ გაქვთ, რატო არ აწვდით ამ ინფორმაციას, რაში დახარჯეთ, როგორ რა პროგრამები და ასე შემდეგ. ისმენ. პირველ რიგში რანდი 5 ამ ეტაპზე როგორც ვთქვით 5 ბრძანება არის გამოც გუშინდელი მდგომარეობით ყოველთვის 5 შუამდგომლობა შეიტანა რაჟდენმა 5-ვე დაუკმაყოფილი და ძალიან გამიკვირდა ამ განჩინებებიდან ის რომ რატომღაც მთელი ამ რეპრესიული კანონმდებლობის პირობებში რაც სამოქალაქო საზოგადოებაში მიიღეს, სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებით მიიღეს, მაინც მოახერხეს რომ ამდენი რეპრესიული კანონმდებლობის მიუხედავად მაინც უკანონო გადაწყვეტილების მიღება დაჭერდათ. რატო? სამი კანონი ძალიან მოხერხება უნდა ამას ამის თქმა უნდა კი. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ 3 კანონის საფუძველზე ითხოვენ ამ ინფორმაციას, ნუ შუამდგომლობაში მე-4-ს არის მითითებული, მაგრამ მოსამართლის ბრძანებები რაც არის ამ კანონს ეყრდნობა. ერთი არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ. არც ერთი სუბიექტი, როგორც ასეთი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია არ არის. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სუბიექტი შეიძლება გახდეს, თუ მას ცნობენ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად, აი ცდილობა რო იყო, რომ TI და რამდენიმე ორგანიზაცია ეცნოთ 2024 წელს რაც გააუქმეს. ამ მდგომარეობით არავინ არ არის ცნობილი. ანუ ამ ორ კანონთან მიმართებით საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება არასამთავრობოდან ორგანიზაცია მოითხოვოს სხვაზე დაწყებული სამართალწარმოების ფარგლებში. მაგრამ ეს შემთხვევაც არ არის, ანუ ორი კანონი არის სრულიად გამოუსადეგარი. მესამე კანონი რაც არის გრანტების კანონი. გრანტების კანონიც ფარა არ არის აქ სამართლებრივ საბრძოლოში მოსამართლე. ფარას საფუძველზე არ ეთხოვენ? მოსამართლის განჩინებაში ბრძანებაში ფარა არის. ეს ინფორმაცია რასაც მიიღებენ მე პროპაგანდის მიზნებისთვის და რაღაცებისთვის შეუძლია გამოიყენონ, მაგრამ მოსამართლის ბრძანებაში ფარა არ არის. მესამე კანონი არის გრანტების სახებ კანონი, რომელიც საკითხს შეეხება ამოქმედა 16 აპრილიდან და შეეხება მთავრობის ნებართვის გარეშე გაცემულ გრანტებს. მთავრობის ნებართვაზე მიმართა რამდენიმე დონორმა, მათ შორის ბრიტანეთის საელჩომ და უარი რო უთხრეს, ეს საზოგადოებისთვის ცნობილია. მაგრამ კიდევ ერთხელ ეს ეხება დონორებს, მაგრამ ის ინფორმაციები, რასაც ითხოვენ, შეეხება არა 16 აპრილის, ან 16 აპრილამდე რაღაც პერიოდს, არამედ რაღაც აბსოლუტურად ყველაფერს, როგორც ფინანსურ ნაწილს, ნარატიულ ნაწილს, რაც შეეხება ტყუილი, რაც თავისუფლად უწოდებთ ტყუილს, რაც გაკეთდა გუშინ პრესკონფერენციაზე, თუ ანტიკორუფციული ბიუროს პოზიცია ის, რომ მათ ბენეფიციარებზე პერსონალური ინფორმაცია არ მოუთხოვიათ, ეს არის ტყუილი. იმიტომ რომ ცალსახად ან სასამართლო გასცდა მათ მოთხოვნას, ცალსახად სიტყვით წერია ეს. აბსოლუტურად თეორიულად რა ტიპის ინფორმაციას კი შეიძლება ინახებოდეს არასამთავრობო სექტორში, ყველაფერი მოითხოვეს. ეს შემიძლია ცალსახად განვაცხადო და ეს უფრო წააგავს საუკეთესო შემთხვევაში გულწრფელად რა იმდენად ისი არის დაწერილი ესეთი ფორმით ეს რომ არც გქონია რომ ეს ინფორმაცია მათ მოითხოვეს იმისთვის რომ მიღება სურდათ. რომ ამ ინფორმაციის მიღება რომ სრული ნამდვილად რო ქონოდათ 3 დღეს არ მოგცემდნენ რომ გულითაც რომ მინდოდეს მაგალითად მე ერთ-ერთ ორგანიზაციაში მუშაობდა ვისაც იგივე მოსთხოვეს სულ რომ გულით მინდოდეს ყველაფერს აღსრულება 3 დღეში ეს არის შეუძლებელი საერთოდ თუ არის შესაძლებელი რაღაცებთან დაკავშირებით
მაგრამ რესპეცმედა ამდენი ზღვა ინფორმაცია წლების განმავლობაში ვის დაეხმარეს, სად დაეხმარეს, ამდენი დაეხმარეს და ის არ არის, ანუ იგივე მაგალითად იგივე კი არა და მაგის მე-15-ს რო ვითხოვ, მაგალითად მთავრობას ვთხოვდი განკარგულებებს, დავამიდიოდა 3 წელი, მთავრობა დროსაც არ ამობდა, მთავრობამ თქვა რომ რესურსი არ მაქვს მე იმისი რომ განკარგულებებიო, საუბარი იყო 6 თვეზე შევაგროვო და მოგცეო. ნუ ეს თავისთავად სისულელა იყო, ხლა ჩვენ ესე არ ვიქცევით, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს რა ხდება აქ სამდროში არის, იმიტომ რომ დარღვეული არ მიუხედავად ამ მთელი ამ რეპრესიული კანონმდებლობისა, დარღვეული არის არსებული მოქმედი კანონმდებლობის ცუდია თუ კარგია, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური, ანუ შინაარსობრივი მოთხოვნები. მოთხოვნილი არის ინფორმაცია, რომელიც აშკარად არაპროპორციული არის ყველა იმ მიზანთან მიმართებით, რაც კანონმდებლობაში ამ დროინდ, მათ შორის ცუდ კანონმდებლობაში ამ დროისთვის არის დადგენილი. და იმავდროულად უბრალოდ რასაც ეს კარგად აჩენს, არის სახელმწიფოს განზრახვა, რომ სინამდვილეში, ნუ ჯერჯერობით მას ეს ინფორმაცია არ ჭირდება. ისედაც აქვს ეს ინფორმაცია. სწავლენ ახლა საერთოდ იგივე განჩინებებით ბანკებთან, რაღაცა სხვა პირებთან, რაღაცებს აიღებენ და ალბათ საერთოდ რაღაცა პროპაგანდის მიზნებისთვის რაღაცას ნახავთ, მაგრამ ამ ეტაპზე რაც არის ეს განჩინებები ვერანაირ სამართლებრივი პერსპექტივიდან შეფასებას კი შეუძლებელია. მაგალითად, რამდენიმე სხვადასხვა მოსამართლემ ერთი და იგივე დღეს შეტანილ სარჩელზე დაწერა ზუსტად ერთნაირი სიტყვით ფაქტობრივად წერტილ მძიმეზე მიყვება ერთნაირად 3 გვერდი დაახლოებით. ახლა როგორ შეიძლება ხო სხვადასხვა მოსამართლემ ერთ დღეს შეტანილ სარჩელზე 3 გვერდი ერთნაირად დაწეროს? აი ეს მეთოდიდან გადაიწერეს გადაწყვეტილება. ხო, სხვადასხვა მოსამართლე, აქ რო ვთქვათ, რა ვიცი, 2 წელია ეს საქმე მიდის და იმ მოსამართლეს შაბლონები აქვს და ამიტომ გოს ერთმანეთს და არა ახალი საქმეა, ხო? ანუ ყველაფერი ეს რის თქმაც მინდა არის, რომ რაც ეს გააკეთეს, სამართლებრივი შეფასების მასშტაბს მიღმა არის, მათი პერსპექტივიდან და ეს ცხადია, რომ არ ხდება რაიმე ლეგიტიმური მიზნით. რისთვის ხდება ეს? ნუ ეს ზოგადად რისთვის ხდება ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ამ კონკრეტულ როგორც ბატონმა რაჟდენმა ახსნა, ეს ხდება იმისთვის, რომ გავიგოთ, რომ ამ ჩუმად პოლიტიკურ რაღაც საქმიანობას უარ ეწევა ეს ორგანიზაციები. მაგაზე ნაწილში ეგ თუ თქვა, საერთოდ სხვა პრობლემა არის, სხვა ტიპის დარღვევა. ანუ აზრი ეგ არის რა, მე ხავე ციტატ არ მომყავს, მაგრამ ის პრესკონფერენციაზე რაც გააკეთა გუშინ განცხადა, ეს იყო, რომ ანუ მიზანი რა არის, რომ ნახონ საბოლოო ჯამში რაღაც საფარის ქვეშ, რომ რაღაც ვიღაცას ვითომ ეხმარები რაღაც თქვათ ადამიანებს ამის ქვეშ ხარ ხდება პოლიტიკური მოთამაშეების დაფინანსება, რაღაც პოლიტიკური აქტივობები. ეგ კომპეტენცია რაჟდენ საერთოდ არ გააჩნია. არასამთავრობო ორგანიზაციად მაგათ შეუძლია დაიწყოს. ფარას და ყველაფერი ამის გამო მიიღეს, რომ ეს ფარას საფუძველი განჩინებაში არ არის ერთი და ფარას რომ მიიღეს, ფარა ამოქმედა 1 ივნისიდან. და ინფორმაციები გარკვეულ შემთხვევაში მოთხოვნილი არის 23 წლიდანაც. ანუ სრულიად დაცდენილი არის ფაქტი, თარიღებსაც კი რა. მე ვერაფერს ვერ დავამატებ რამდენიმე სიტყვის გარდა ეს ტრაგედია, როცა ხედავთ, რომ ანუ სიტყვას როცა საუბრობთ, მეც ხშირად ვამბობ კოლაფსი სახელმწიფო უწყებების, მეტი კი არაფერი არ არის. პირველი რო არის რაღაც რადიკალურად მიკერძოებული, ანუ წარმოუდგენლად მიკერძოებული და წარმოუდგენლად პარტიული ზეგავლენის ქვეშ ყოფი, მიღებულია 20-მდე არასამართლიანი, თქვათ, ანტიკონსტიტუციური კანონმდებლობა და მიუხედავად ასეთი დრაკონული კანონმდებლობისა, რომელიც მორგებულია რეპრესიულ აპარატზე, ელემენტარული კომპეტენციაც არ ყოფნით, თავისივე ცუდი კანონით რაღაცა წესის დაცვით აღასრულებს. ნუ ეს, რა თქმა უნდა, კოლაფსაც მიანიშნებს და მეორე, ანუ რაღაცა ფიქრი იმისა, რომ თქვათ, მათ პასუხისგებლობა და არ მოეთხოვება და არასდროს არ დადებება ასეთი უკანონების გამო. პირველსავე პრესკონფერენციაზე გიორგი მისაუბრა, თქვენ საუბრობდით, მოსამართლე ბრძანებაში თეთრჩავზე წერია, რომ ბენეფიციარების პირად ნომრებს და ესე შემდეგ თხოვენ. რაზეც ჩვენი კოლეგები და მეგობრები გუშინ განცხადებით და საჯარო დისკუსიაში ამაზე საუბრობდით. უფრო მეტიც პარლამენტში ქართული ოცნების წარმომადგენლიც ამას იმეორებდა და ვიდეო ჩანაწერი არსებობს. ის რომ თქვა ახლა უხერხულობას მინიმუმ არ უჩენს მათ ასეთი უკანონობის ცალსახად საუბარი და ლიუსამას ასეთი არა კომპეტენტურობის ჩვენება, ეს ცალკე საკითხია. ზუსტად იმიტომ, რომ ეს მედია არ უნდა სამხალხო სექტორი, რომელიც ამას საზოგადოებასთან მიიტანს და ჩვენ რაც ვიხილეთ მაგალითად საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპრესირებული თანამშრომლების სამეო საბჭოს იმ დამოუკიდებელი წევრების მიმართ, თქვათ, უცბად საიდანაც გაჩნდათ პირად ინფორმაცია, რომელიც მედიამ გაავრცელა და იქაც კი
არასწორად იყო, თქვა არათუ სახელები, არამედ ინფორმაცია და ასე შემდეგ. ერთ-ერთი მიზეზიც იმ ინფორმაციისა, რომელიც ისედაც აქვთ მათ, პროპაგანდისტულად შეუძლია თქვა დაითვალო ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ ამოსავალი წერტილი საბოლოო ჯამში არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე იცავდნენ სხვის უფლებებს, ეხმარებოდნენ მიწის რეგისტრაციიდან დაწყებული საჯარო ინფორმაციის გამოთხოვით გიორგის და მის კოლეგებს არაერთი სამწუხაროდ მაჩვენებელი უწყების კოლაფსისა უარს აზეუნებოდნენ საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე, არის რომ ეს ხალხი ჩამოშორდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებას და არ დაეხმარნენ იგივე თავიანთ მოქალაქეებს და პლუს ამას ის ადამიანებს სამომავლოდ არც შესაძლებლობა ქონია რაღაც мотиваციაში რომ აი ეკაგი გაური გამოვიდა ევროპარლამენტში რაღაც პოლიტიკური განცხადებები გააკეთა ანუ საუბრობთ ქვეყანა არ დაისაჯოს და მოქალაქეები არ დაისაჯოს ხო ეგეთი განცხადება ხო მაგრამ აქ აქცენტაზე ისო ადამიანებს კი არ ეხმარებიან ესენი ხო და რამე პოლიტიკაში არიან ჩართული პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ კიდევ ერთხელ არსად რაღაც ნორმალიზებად იქცა ის რომ ქართულ ოცნებამ რომ რაც სამოქალაქო სექტორი მტრად დაასახელა და ეს პროპაგანდა ძალიან აქტიურად შეგვეხო უკვე რაღაცა მუდამ ამაზე მიდის საუბარი რომ ვიღაცისთვის ვიღაცა მიუღებელ განცხადებას აკეთებს და პოლიტიკაში ერევა დღეს მაგრამ კიდევ ერთხელ ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი სიტყვა, რაც ბუნებრივია, გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, საზოგადოებისთვის ნებისმიერი მიმართვა. ეს ყოველთვის ვიღაცა პოლიტიკოსზე აისახება ცუდად, ვიღაცაზე კარგად. ეს არის ეს. ამ შემთხვევაში, როდესაც მუშაობ მაგალითად სამართლებრივად ეხმარები პირობითად რომელიმე პოლიტიკურ პატიმარს. ან როდესაც სამართლებრივად ეხმარები რომელიმე ნაწამებ ადამიანს, ან როდეს ხარ საჯარო პოლიტიკაზე მუშაობ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაცია და გეკითხებიან პირობითად რაღაცასთან დაკავშირებით ასს, რომელიც დემოკრატიას შეეხება, მაგალითად განცხადება თავისთავად, რომ საქართველოში არის დემოკრატიის უკუსლა, ხო? ეს ახლა ვიღაცისთვის არის პოლიტიკური განცხადება. ჩემთვის ეს არის, როცა ამ განცხადებას ვაკეთებ კონკრეტულ კრიტერიუმებზე, კონკრეტულ ინდიკატორებზე, კანონმდებლობის გაუარესებასა თუ წამებების საფუძველზე ვამბობ ამას. მაგრამ თვითონ განცხადება თავისი არსით, რომ დემოკრატიის უკუსლა არის ქვეყანაში, ვიღაცა ამას შეაფასებს პოლიტიკურად. მაგრამ ამის კომპეტენცია და ამის შემოწმების კომპეტენცია, ეს რაჯდენას ანტიკორუფციული ბიუროს ან რომელიმე სახელმწიფო ორგანოს საქმე ეს არ არის. ეს ამ არსებული კანონმდებლობითაც კი არ არის მაგისი საქმე. მოქმედი კანონმდებლობითაც კი. ეს უნდა გავიგოთ კარგად. ქართული კომპრომისზე დღეს საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა Reddit-და სოციალურ 2012 წლამდე როგორ იყო სააკაშვილის არჩევნებამდე. სააკაშვილის ფანი არჩევნებამდე ერთ წინადადებას Facebook-ზე სულ სააკაშვილის განცხადებები იყო გაზიარებული 2012 წლამდე. ქართული ოცნება როდესაც გთავაზობს ანუ წარმოგიდგენთ მოედანზე გიპატაროებს შესაძლებლობა საუბრის. ეს აპრიორი თუ თქვი რომ ეს ასე არის ღებულობ თამაშ პლუს ამას იცი რომ ეს არის არაკონსტიტუციური უკანონო ეს არის საუბარი თორე ნორმალურ ქვეყანაში ხალხი კანონსაცემს და პირიქით ჩვენ რო გავაბლისავ და ჩვენო კოლეგებმა მისცემ ბენეფიციარების ისე ეს იქნება კანონდარღვევა. ანუ უკანონობას გთხოვენ. ის გასაგებია. მოკლედ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მამუკა ანდღოლაძე, მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე, გიორგი დავითური, IDFI-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი. იყო ჩვენი სტუმრები. დაგვალოდეთ რეკლამის შემდეგ ჩვენ უკვე ვისაუბრებთ ისრაელ-ირანის კონფლიქტზე და ზურაბ ფარჯიანი, ყოფილი დიპლომატი იქნება ჩვენი სტუმარი. მაშასე დავბრუნდით ეთერში, როგორც გითხარით, ამ ნაწილში ისრაელ-ირანის კონფლიქტზე ვაგრძელებთ საუბარს. ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკურ რაკეტები გაუშვა რამდენიმე წუთის წინ. ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel აღწერებს. გამოცემის ცნობით, საჰაერო განგაში სირენების ხმა ქალაქ ჰაიფასა და ჩრდილოეთ ისრაელის ტერიტორიაზე ისმის. თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის საჰაერო თავდაცვა რაკეტების მოსაგერებლად მუშაობს. ისრაელის თავდაცვის ძალები მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს ასეთ რამეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეი შესაძლოა თავდასხმისგან დაცული არ არის. კითხვაზე განიხილავს თუ არა ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პასუხა, რომ ამის შესახებ პრესაში საუბარი სასურველი არ არის. დაცული არავინ არ არის. ყველა ვარიანტი ღიაო, განაცხადა ნეთანიაჰუ. მისი თქმით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ს პოტენციური ჩართვის საკითხი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას წარმოადგენს.
იმას გააკეთებს, რაც ამერიკისთვის არის კარგი. მე კი გავაკეთებ იმას, რაც ისრაელისთვისაა კარგი. პრეზიდენტი ტრამპი თამაშის წესებს კარგად იცნობსო, თქვა ნეთანიაჰუმ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა თქვა, მანამდე არ შეიძლება რომ აიათოლა ალი ხამენეის მსგავსმა დიქტატორმა არსებობა გააგრძელოსო, ამბობს ისრაელ კაცი. დიმიტრი პესკოვი, რუსეთის წარმომადგენელი აცხადებს, ირანი-ისრაელის კონფლიქტში აშშ-ს ჩარევა ესკალაციის ახალ ეტაპს გამოიწვევს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კი თქვა, თუ აშშ-ს პირდაპირ ჩარევა, მაშინ აგრესორებს ჭკუას ვასწავლითო. როგორც გითხარით, ამ თემაზე ვისაუბრებთ გადაცემაში. ჩვენი სტუმარია ზურა ფარჯიანი, ყოფილი დიპლომატი. მოგესალმებით, ზურა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ზოგადად რას ფიქრობ, რა მოლოდინები გაქვს, როგორ შეიძლება მოლოდინები განვითარდეს ან თუ ვითარებაში? კაი, ყველანაირად შეიძლება განვითარდეს. ერთი ალბათ რაც პრაქტიკულად შეიძლება გამორიცხო არის მსხვილმასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია. აქ გულისხმობ ისეთ სამხედრო ოპერაციას, როგორც განხორციელდა დაუშვათ ერაყში თავის დროზე, ავღანეთში, იმიტომ რომ ომის დაწყებაზე ადვილი არაფერი არა, უბრალოდ ომს როცა იწყებ, უნდა იცოდე როგორ ასრულებ ამ ომს. ხო, ანუ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ერაყში იყო ორი კამპანია შეერთებული შტატების. პირველი კამპანიის დროს მიაღწიეს აბსოლუტურ გამარჯვებას, უპირობო გამარჯვებას, იმიტომ რომ დიდ ქალაქებში არ შევიდნენ და რეჟიმის ცვლილება არ იყო მიზანი. მეორე ომის დროს, ისე როგორც ავღანეთის დროს, წარმატებაზე საუბარი, ჩემი აზრით, უბრალოდ არაგულწრფელი და ზედმეტი იქნება. ანუ აქედან გამომდინარე, საჰაერო კამპანია ხარ, რაც ისრაელი ახორციელებს ირანის წინააღმდეგ არის ბრწყინვალე, ანუ ამ ხელა ქვეყნის ტერიტორიაზე მოიპოვეს საჰაერო ბატონობა, რაც ვერ შეძლო პირობითად რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ. არა და საწყის პოზიციები რო ავიღოთ, რუსეთს გაცილებით უფრო მეტი შანსები ჰქონდა ეს გაეკეთებინა უკრაინის წინააღმდეგ. ომის დაწყებაში თუ გახსოვთ, უკრაინას არ შეერაღება ჰქონდა რაოდენობით არც არაფერი და ანუ ეხლა ირანი და ისრაელი ან თითქოს მოლოდინი იყო, რომ გაცილებით უფრო დიდი ხანი უნდა დაჭიროებოდა ბოლო ისრაელს თან მარტო მოახერხა საჰაერო ბატონობის მოპოვება. მეორე მხრივ შეერთებული შტატების ჩარევის გარეშე ეს ღრმად განლაგებული თქვათ ცენტრიფუგების, ბირთვული ობიექტების და ბუნკერების განადგურება რამდენად არარეალურია. ხო, როგორც ამბობენ, ისეთი ბომბები, რომელიც მიწაში აშენებულას, მიწის ქვეშ ღრმად აშენებულ ბუნკერებს ბამდე ჩააღწევს, ისრაელს არ აქვს. აქვს ამერიკას. პირობითად ეს არის ორი ბომბი რა, ნომენკლატურას ზუსტად ჩამოთვალს აზრიც არ აქვს, მაგრამ პირობითად ერთი არის მოაბი, mother of all bombs და მეორეა მოპი, massive ordnance penetrator და ორივე ეს ბომბი მხოლოდ ამერიკულ შტატებულ ბომბთან შენებს შეუძლიათ ელემენტარულად 13 ტონიანი ბომბების აწევა და ანუ შანსი იმისა, რომ თქვათ ისრაელმა ეს განახორციელოს თავის ძალებით პრაქტიკულად ნულს უტოლდება. ანუ ამერიკელების დახმარების გარეშე იგივე ფორდოს ბირთვულ ობიექტს სავარაუდოდ ვერ მიაყენებენ დიდ ზიანს. ანუ ამერიკელების დახმარებითაც ამ ობიექტს შეიძლება მეტნაკლებად ხანგრძლივი დაბრუნება დაჭირდეს რა და შესაბამისად. კი ბატონო, ანუ თუ ეხა ბოლომდე გადაწყვეტა საქმეს უყარა, მაშინ ამერიკას უნდა ჩაერთოს, ასე გამოდის. კი, ამერიკას უნდა ჩაერთოს, გავრცელდა კიდევაც ინფორმაცია, თქოს ტრამპმა გეგმაზე, თავდასხმის გეგმაზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ ჯერ კიდევ მისცა დრო ირანს. უბრალოდ აი რაში მისცა ეს დრო, ანუ რისი დრო მისცა, ამას დანებებისთვის როგორც თავად თქვა. აი, მან რაშია მერაბ პრობლემა, რომ ყოველი გაჭიანურება და გახანგრძლივება, რაც ირანს ეძლეოდა, ირანი ამას იყენებდა იმისთვის, რომ მშვიდობიანი ატომის საფარ ქვეშ განეხორციელებინა გამდიდრების პროგრამა და რეალურად შეექმნა ბირთვული იარაღი. ხო, ეხლა 2023 წელს იყო აღმოაჩინეს ფორდოს ობიექტზე თუ არ ვცდები ზუსტადაც 83.7%-მდე გამდიდრებული ურანი და ირანელებმა თქვეს, რომ ეს შემოემდიდრათ რა, შემთხვევით მოხდა რა, რაღაც ხო შემომეჭამა ლოგიკა ჩართეს რა და ეხლა ვინიჯერებს, მაგრამ გამდიდრდა შემთხვევით. ხო, შესაბამისად ან ირანი დიდი შანსია, რომ თუ ეხლაც შერჩება და გადარჩება ეს ობიექტები, კიდევ უფრო ღრმად წაიღებს, კიდევ უფრო გაასაიდუმლოს და საბოლოო ჯამში მაინც მიიღებს ბირთვული იარაღს და ირანის ხალხში ბირთვული იარაღი ძალიან ცუდი რამე იქნება. ან გამოდიოდა რა იდეოლოგია არის. საერთოდ აღმოჩნდა, რომ საქართველოში ბევრს არ ესმის, ხო, არიან ადამიანები, ხედავთ ახლა Facebook-ზე და სხვაგანაც, რომ
აი რატო გულშემატკივრობთ ისრაელს საყოველთაობებს ვინც გულშემატკივრობენ ისრაელს და აი რაღაცა ბომბავს სხვა ქვეყანას და ეს რატო შეიძლება იყოს მოსაწონი შემდეგ ანუ რა ახსნათ რა არის მთავარი მოტივი რის გამოც ისრაელმა ეს გადაწყვეტა ახსნი ვეცდები ძალიან მარტივი და გასაგები იყო ადამიანურ ენაზე ახსნა პირველი არავის არ გულშემატკივრობ. ადამიანი მაინც ეგოისტურია თავისი ბუნებით და პირველ რიგში საკუთარ ქვეყანას გულშემატკივრობ, საკუთარ ოჯახს გულშემატკივრობ და აქედან გამომდინარე ერთადერთი ქვეყანა რომელსაც გულშემატკივრობ არის საქართველო. მორჩა გათავდა. ეხლა ვესტები აგიხსნათ რატოა თუნდაც საქართველოსთვის ეგ ცუდი. იქიდან გამომდინარე რომ ირანში არის მე-12 იმამის შიიტური იდეოლოგია ანუ ეს არის აპოკალიპტური იდეოლოგია, რომელიც ესწრაფვის მეორედ მოსვლის დადგომას. ესე რომ ვთქვათ, როდესაც მესია, შემალული იმამი, მაჰდი გამოვა შემალვიდან და მორწმუნეებს წაიყვანს იერუსალიმზე სალაშქროდ. და ამაში, ანუ შიზმის მიმდევრებს, ანუ არა მარტო როგორ გითხრათ, არა მარტო ეს მათთვის მისაღები, არამედ რაღაც ვალდებულებაც აქვთ, ამას ხელი შეუწყონ. შესაბამისად, ბირთვულ იარაღს თუ მიიღებს ირანი, ძალიან მაღალი შანსია, რომ ბირთვული იარაღი, რომელიც პრინციპში ყველა სახელმწიფო ჩრდილოეთ კორეაც კი იყენებს თავდაცვის მიზნით, იმისთვის რომ მას თავს არ დაესხან და თავდასხმის შემთხვევაში მოიგერიოს და თქვათ, ძვირად დაუჯინოს მტერს, ირანი ამას გამოიყენებს თავდასხმისათვის. ირანი დასწრებს ისრაელს. უნდა განადგურდეს ისრაელი. პირდაპირ დოქტრინა აქვს ოფიციალურად. აი მეორე ნაწილში უნდა მეხსენებინა ეგ ზუსტად რომ ანუ ირანი დასწრებს ისრაელს, ისრაელი დასწრებს რა იარაღიც აქვს ირანს და რავი მეყოლეთ კარგად. ჩემ თანამემამულენო ამ ჩვენ ეს არანაირად არ გვაწყობს. იქიდან გამომდინარე რომ რა ხასიათიც აქვს ირანის რეჟიმს. ირანის რეჟიმი არის ჩვეულებრივი სისხლისმსმელი ბნელი რეჟიმია, მაგრამ ამის გარდა არის უბრალოდ საშიში ამ ხრივ. და პლუს სიტყვა ეგ უკვე უბრალოდ მე თავიდან გამოდიოდი იქიდან ჩვენი ინტერესი რა არის, თორე ისრაელზე პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ ისრაელი უნდა განადგურდეს, ისრაელი არის კიბო, ისრაელი არ უნდა არსებობდეს, საათია დაყენებული თეირანში, რომელიც ითulis დროს ისრაელის განადგურებამდე რამდენია დარჩენილი, მაგრამ ეგ უბრალოდ არის ის, რაც ისრაელის ინტერესებში არის. ხო, არა, ანუ არა, ისრაელის მხრიდან რომ შევხედოთ, ეხლა წარმოგიდგენთ, ხარ ქვეყანა რომელიც უყურებ რომ არსებობს რომ სხვა ქვეყანა რომელსაც ოფიციალურად აქვს დოქტრინად გამოცხადებული. არა, ისრაელისთვის მithumეტეს განადგურება და ეს ქვეყანა აკეთებს ბირთვულ ბომბს. მე რა ისრაელისთვის ეგ მithumეტეს მეუღებელია უბრალოდ ჩვენ საუბრობთ იმაზე აი ქართველი და საქართველოს მოქალაქის გადმოსახედიდანაც რატოა ცუდი. პირობითად რომ საუდის ირგვლივ რაც ნაკლები დიქტატურა იქნება უკეთესია. ეგ კიდე სხვა ისაა, დაუშვათ კაი გულშემატკივრე დიქტატურას, მაგრამ ეს არის დიქტატურა, რომელიც ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, იმიტომ რომ საშინელი სამსჯავროს დღე მოაახლოვოს, რომ გამოვიდეს მაჰდი მიმავლიდან. რა, პირობითად საუდის არაბეთმა რომ შეიმუშაოს ბირთვული იარაღი, არაფერი ისეთი საშიში არ იქნება რეგიონალურად, გარდა იმისა, რომ სხვებსაც მოუნდებათ უბრალოდ დაბალანსების ვარიანტში ბირთვული იარაღის შემუშავება, მაგრამ ირანი არის გამონაკლისი დიქტატურებშიც კი, იმიტომ რომ აქ არის მესიანისტური დიქტატურა, რომელიც ცდილობს, რომ საშინელი სამსჯავროს დღეს დახვდეს ფორმაში, მოდი ასე ვთქვათ. და მოაახლოვოს ეს რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საშინელი სამსჯავროს რწმენა ეს ქრისტიანულშიცაა და ისლამშიცაა, ქრისტიანულში და ისლამში, მაგრამ ქრისტიანი ადამიანი არც ცდილობს მოაახლოს საშინელი სამსჯავროს დღე. ის მინდობილია უფალს. ანუ შიზმში ეს მთლად ეს არის. ახსნათ რომ გაყოფილი არისო ისლამი სუნიტებად და ხო, ეს ბუნებრივია ხა ესეც საუდის არაბეთი საუდის არაბეთი არის სუნიტური სახელმწიფო. ხო, ირანი არის უდეს შიიტური სახელმწიფო და მათ განსხვავებული იდეოლოგია. კი, ანუ ორივე არის მუსლიმური, მაგრამ ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან და მათი დაპირისპირების გრადუსი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერ სხვა კონფესიებს შორის. არა, ნუ ითვლება, რომ ერთ რელიგიის შიგნით არიან, მაგრამ ეს ნუ მოგატყუებთ არანაირად. ხო, კი ბატონო, ნუ საქართველოს გადმოსახედად უყურებს, რომ აი ირანი მაგალითად ჩვენს ტერიტორიულობას აღიარებს, არ არის ჩვენს მიმართულად განწყობილი და აი თითქოს რაღაც პრაქტიკულად თუ შეხედავ, არ უნდა გაწყობდეს რაღაც აი ამ რეჟიმის დამარცხება და ასე შემდეგ. მაგრამ შენ პრინციპში ახსენე. პრაქტიკულად თუ შეხედავ, იდეაში რა, ყველა მეზობლთან უნდა გქონდეს რაღაც კეთი მეზობლური და კარგი ურთიერთობა და ასე შემდეგ და ევროკავშირთან თავრობა რო იყო არ გამოხვიდოდი და არ და ამერიკასთან. ხო, თავრობა რო იყო კობახიძის ადგილასაც არ ჩავიდოდი ირანში გასვენებაზე რა.
ნახდად არ დავიწყებდი იმას ვენოკების თრევას. მაგრამ ამ შემთხვევაშია ჩვენი ინტერესია პირველ ნაწილში კი პასუხედა რეჟიმის დამხობა ჩვენზე არანაირ დიდ გავლენას არ მოახდენს. ტოულების ნაკადებით თუ მოგვაწყდნენ დამიჯერეთ რეჟიმის დამხობის შემთხვევაში შეიძლება უფრო მეტი ირანელი დაბრუნდეს ირანში ვიდრე გამოიქცეს. რა. ხო, ეს მეორე თემა არის, მაგრამ ამდენად რეალურია ეს რეჟიმის დამხობა როგორ გონია. არ ჩანს ეგ მერაბ რეალური, რაც უნდა უნდოდეს მრავალ ეს ვთქვათ ჩვენს თანამოაზრეს მემამულეს, ანუ რეჟიმის დამხობა 79 წლიდან 46 წელიწადია ეს რეჟიმი არსებობს, იმყარებს ყოველდღიურად რაღაც თავის ყველა რეჟიმები ოდესღაც სრულდება. ანუ იყო კი ყველა რეჟიმი სრულდება, მაგრამ შენ არ იცი ზუსტად როდის სრულდება. ანუ კი შეიძლება დღეს დასრულდეს, მაგრამ დიდი შანსია რომ გაძლოს. ანუ კი ისრაელიც და შეიძლება შეერთებული შტატებიც ყველანაირად ხელს შეუწყობს ამ რეჟიმის დამხობას, მაგრამ ეგ შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს. თუ გაუგებარი სიტუაცია, მან ვერაფერს გეტყოდი რა. ხო, ირანის ელჩმა გამართა დღეს პრესკონფერენცია საქართველოს ირანის ელჩს გულისხმობ, რომ მას რამდენიმე განცხადება გააკეთა და მას ეტყობა კითხეს რაღაც საფრთხე ჩვენ ქვეყანას და შემდეგ მან თქვა იმის საფრთხე რომ ეს კონფლიქტი ირანის საზღვრებს გასცეს ბუნებრივი არსებობს. საჭიროა მისი პრევენცია, რადგან ეს იქნება დიდი კატასტროფა, თქვა ელჩის თქმით ირანის საკმაოდ ძლიერი სახელმწიფოა და ქვეყნის არმიას დიდი შესაძლებლობები აქვს და მოსახლეობის ნებისმიერ აგრესიისგან დაიცავენ, ის ამბობს სამწუხაროდ სიონისტური რეჟიმის მიერ განხორციელდა პირდაპირ შეიარაღებული თავდასხმები საცხოვრებელ ობიექტებზე თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში დაიღუპა და დაშავდა უამრავი ადამიანი ბირთვულ სფეროში მოღვაწე მეცნიერები და ასე შემდეგ. კაი, შეიძლება დავაკომენტარო? კი ბატონო. არადიპლომატიურად გეტყვი, ორი ან სისულელი, ან ტყუილი, ან ორივე ერთად. პირველი ირანის კონფლიქტის სხვა ქვეყნებში გადადინებაზე თუა საუბარი, ირანი არის სახელმწიფო, რომელიც პრაქტიკულად კონფლიქტის და ომის ექსპორტს ახდენს, 10 წლების განმავლობაში. ჰესბოლა აიღეს, სირია აიღე, ერაყში ჩარევა აიღე, ჰამასი აიღე, ყველგან ირანის საცეცებია და ყველგან ირანის ფინანსებია, ირანის მიწადებული შეიარაღება, იემენი, ასე რომ ირანზე მეტი მშვიდობის მტერი ამ რეგიონში მხოლოდ რუსეთია. მეტი არავინ. ეგ ერთი. მეორე რაც შეეხება ირანის არმიის ძლიერებას. ზუსტად ეგეთი მითები იყო ერაყის არმიის ძლიერებაზე და დაამხეს და დაადუღეს ძალიან მცირე ხანში. მაგრამ შეერთებულმა შტატებმა ის შეცდომა დაუშვა, რომ თლიან მოსახლეობის და ქვეყნის კონტროლის დამყარება განიზრახა და აი ეს უკვე სხვა ნაწილია რა, თორე ერაყის არმია მარსზე გაანადგურეს და გადაბომბეს მთელი სატანკო კოლონები. ახლა როც დაგუგლოთ უამრავი სურათი შეიძლება აღმოაჩინოთ დამწვარი გაანადგურებული ერაყული კოლონები. ფაქტობრივად ბაღდადში იყვნენ, მაგრამ ჯერ ამბობდნენ რომ ვიმარჯვებთო ეს გვახსოვს. ხო, ეგ მათი აი ერაყის პროპაგანდის მინისტრი აცხადებდა რომ ვიმარჯვებთო იმ დროს, როდესაც უკვე ამერიკული ტანკები შედიოდნენ ბაღდადში. ანუ ეგ ყველაფერი არის საკუთარ თავს თუ ამხნევებენ, კი ბატონო, მაგრამ ირანის არმიის სიძლიერე ხა მართლა გამოაშკარავა ისრაელმა, რომ ჯერ ხო რამდენიმე ძალიან რთული სპეცოპერაცია ჩაუტარეს. რა, ამაში გამოიყენეს თან ავღანელები გამოიყენეს, ბალუჯები გამოიყენეს მოსადმა და ინდოელები გამოიყენეს, რა, რომლებიც ირანში იმყოფებოდნენ, იქ ახლა ერთი ამბავია. მაგხრივ და პლუს ისრაელის ხელაქვეყანა რომ მოახერხებს საჰაერო უპირატესობის მოპოვებას კი არა, ამ საჰაერო ბატონობა, საჰაერო უპირატესობა კიდე სხვა რამეა, საჰაერო ბატონობა ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად პრობლემად დაფრინავენ ირანის ტერიტორიაზე ისრაელის ერთადერთი ბალისტიკურ რაკეტებს ჯერ კიდევ უშვებს ირანი. ბალისტიკურ რაკეტებს უშვებს, მაგრამ აი მანდარი კიდე ის მომენტი, რისთვისაც ისრაელს შეიძლება დაჭირდეს შეერთებული შტატები, ანუ ისრაელი წდება სადღაც 1600-1800 კილომეტრის სიღრმეში. რა, ანუ ირანის დასავლეთი ნაწილი მთლიან დაფარულია, მაგრამ ესენი აღმოსავლეთიდან უშვებენ რა რაკეტებს. ანუ აქ უბრალოდ ისაა, რომ აი ოპერაციული სიღრმე აი ეს არის ისრაელის და მაგაშიც სჭირდებათ შეერთებული შტატების დახმარება ან მაშინ აზერბაიჯანიდან უნდა იფრინონ და ეს ძალიან არარეალური ჩანს. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანსა და ირანს შორის რამე ძალიან თბილი ურთიერთობები არ არსებობს, ამისთან მიუხედავად მაინც არ გონია აზერბაიჯანმა თანხმობა თქვას ამ კონფლიქტში რამე სახით გარევას და ანუ ისევ ამერიკელები სჭირდებათ იმისთვის, რომ ირანის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ობიექტები ავიამზიდარის პრინციპში თავი მოუყარა, ხო, სიახლოვეს. კი, აქ უბრალოდ ბრძანების მიცემის თემა, ანუ ტრამპი მართლა ბედი არის, მაგრამ ირონიული რამეა. ადამიანი მოვიდა გახდა პრეზიდენტი, რომ ორი ომია და უნდა დავასრულო და მესამე ომი შეიძლება დაიწყოს, მაგრამ ანუ ეგა ზოგადად საერთაშორისო პოლიტიკის რეალობა, ანუ არ თუ ყველაფერს ვერ გათვლი, შეიძლება ვერაფერიც გათვალო რა. შესაბამისად, ახლა დიეგო გარსიადან და ავიამზიდებიდან, ну, რაც არის შეერაღება, ხო შეიძლება დღეს ხვალ დაიწყოს.
მეორე მეც მეკურს რა შეიძლება ხა ირანმა შესთავაზოს ამერიკას ისეთი რომ უპირობო კაპიტულაცია დაწერა კიდევაც ტრამპმა, მაგრამ აი ეს უპირობო კაპიტულაცია პირველი რამდენად წავა ამაზე ირანი და მეორე რამდენად დაიჯერებს ამას თუნდაც იგივე ისრაელი და იგივე შეერთებული შტატები. ანუ აქ ისევ ადგებით იმ მომენტს, რომ ირანს რამდენჯერ მისცეს შანსი, რომ განევითარებინა მშვიდობიანი ატომი და სამოქალაქო ბირთვული პროგრამა, იმდენჯერ გამოეყენა ეს შანსი, რომ პირიქით შეიძლება რომ გქონდეს გაკეთებული უკვე. ამის ვარიანტი არ არსებობს. კლიპებიც იყო რა, რომ გქონდეს ბირთვული არ არის. პროპაგანდისტულ კლიპებს უშვებენ. რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს, რა სოფლიოს რა ინფორმაციაც აქვს? არა აქვთ. ამასთან ერთად აუცილებლად, აი როგორ არის, ბირთვული იარაღის, ასე ვთქვათ, გამოყენებას პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში წინ უძღვის რაღაც ისეთი ტესტი ან გახმაურება, მაგალითად ისრაელს აქვს თუ არა ბირთვული იარაღი, რეალურად ოფიციალურად თავად არ აქვს აღიარებული, უბრალოდ ყველა მიცის, ყველგან ასია გახმაურებული და ცნობილი. ანუ ირანს ამის შესახებ არაფერი მსგავსი არ გაუკეთებია, თორე თავიანთი პროპაგანდა თელ სოფლიოს გააგებინებდა, რომ ირანს აქვს ეს იარაღი და ეს სიგნალი იქნებოდა ყველასთვის, რომ თუ მსგავს დაბრუნებულს განახორციელებს, მაშინ თავს დაგესხმებთ. ანუ არ მგონია. ასე რომ არ მგონია. პრაქტიკულად გამოვრიცხავ პირიქით. ახლოს არიან იარაღის შექმნასთან და ამას უკავშირდება ისრაელის ამხელა ოპერაცია. პლუს შენ გაითვალისწინე, რომ ეს ოპერაცია მაინც საბოლოო ჯამში ამერიკასთან შეთანხმებული არ იყო. ანუ ისრაელმა ეს ოპერაცია თავისით წამოიწყო ნეთანიაჰუმ და მე ხდება უბრალოდ რაღაცების შეთანხმება. გასაგებია, ნახოთ როგორ გამვითარდება მოვლენები. მადლობა დიდი ზურაბ ფარჯიანი, ყოფილი დიპლომატი იყო ჩვენი სტუმარი. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე. მე ხვალამდე გემშვიდობებით.